მიღების შემდეგ დამიკავშირდა მე გიორგი თაბუაშვილი, რომელმაც მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იყო ეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. 40-მდე ქუჩის საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ქუთაისში. პროექტის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 13.600.000 ლარია გამოყოფილი. შესასრულებელი სამუშაოების შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღული ამ ინფორმაცია ქუთაისის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 4 ივლისს ქუთაისში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ქალაქის 24 საათიან წყალმომარაგების გარანტია გახდება. ხელისუფლებამ ქუთაისს გამოუყო 3.6 მილიონი ლარი. ეს პროექტები ყველა დეტალურადაა გაწერილი. დღეს ჩვენ გვაქვს შეჯამება იმისა, თუ რა დაიწყო, რომელი პროექტები დაიწყო, სად არის და პროგრესი უნდა გავიაროთ, სად არის პრობლემები, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაჭრა და კიდე რა შეიძლება დამატებით გამოიყოს ქუთაისს ამ წლის განმავლობაში, თუმცა ის რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე გამოყოფილი თანხები იქნება გახარჯული.